მოგესალმებით, თქვენ ვიყოფებით ახსნით კოდების სამყარო, ვაგრძელებთ PHP გაკვეთილებს. მოდით ამ ვიდეოში ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ვთქვათ PHP-ს დახმარებით, ისევ get request-ზე დავაბრუნოთ რაღაც მონაცემები, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მონაცემები იყოს JSON-ის ტიპის. ანუ რაღაც ობიექტი ან მასივი დავაბრუნოთ და შემდეგ JavaScript-დან ჩვეულებრივ წავიკითხოთ როგორც JSON-ი და გამოვიყენოთ რა ჩვეულებრივ მასივად ან ობიექტად. ამისთვის მოდით ახალ ფაილს შევქმნი მაგალითად post.php სადაც PHP-ს დახმარებით დავაბრუნებ რაღაც მასივს. ნუ ამ შემთხვევაში იცით როგორ არის უკვე გავლილი გვაქვს წესით რომ PHP-ში თუ გვინდა შევქმნათ რაღაც მასივი ან თუნდაც ობიექტი რომელიც JavaScript-ში ჩაიწერება აი ასე მაგალითად let udris და მაგალითად name udris გიორგის ხო თქვათ. ნუ ამ შემთხვევაში მოდით post-ი რადგან არის თქვათ title udris რაღაც თბილისი და ტექსტი თქვათ about Tbilisi city. აი ასეთი ობიექტის ჩანაწერი JavaScript-ში რომ გაკეთდეს ამის ანალოგი და ასე რომ დაბრუნდეს ასეთი JSON-ის სახით PHP-დან უნდა გავაკეთოთ ასეთი რაღაც მაგალითად posts სრადი გამოვაცხადოთ შემდეგ array და უბრალოდ ამ array-ში როდესაც ჩვენ გვინდა დავარქვათ ესე იგი case სახელები რაც უკვე ნასწავლი გვაქვს ვაკეთეთ ასეთ რაღაცას ანუ მაგალითად name ამ შემთხვევაში თბილისი ხო თქვათ აი ასე და შემდეგ თქვათ აი რაც აქ მეწერა ტექსტი აი ეს ტექსტი ანუ ასეთი ჩანაწერი აქვს უბრალოდ ამას გახსენებთ და უბრალოდ ამას გეუბნებით რომ JavaScript-ში ანუ ეს ჩანაწერი აი სახელის თუ რამე გადავიტანოთ და ეს ჩანაწერი არის ერთი და იგივე რა უბრალოდ ამ ყველაფერს ემედო გიხსნით რომ თქვენ თუ JavaScript-ი იცით უფრო მარტივად გაიგებთ და თან ახლა მაინც JavaScript-დან უნდა გამოვიყენო აქედან დაბრუნებული მონაცემები. ნუ ეს არის ჩვეულებრივი ერთი ობიექტი, მაგრამ ეს თუ მინდა ამ ესე იგი ამ შემთხვევაში აქ მასივად არის. მაგრამ თუ მინდა რომ მასივში მასივები მქონდეს და ანუ გავაკეთო ის რაც აქ შეიძლებოდა JavaScript-ში აი ასე. თქვათ ეს ხო არის ერთი. ეს არის თქვათ თბილისის შესახებ, ხო? არის ერთი ობიექტი. მე ვთქვათ მეორე ობიექტი მინდა ამაში. და მაგალითად ქუთაისი. და აი ასე ქუთაისი. აი იგივეს PHP-ში რა თქმა უნდა ასე გავაკეთებ, რაც ასევე ახსნილი გვაქვს, მაგრამ ვაკეთებ უბრალოდ შედარებებს, ანუ მასივს ჩავსვამ მასივში და ამათ სიას გავაკეთებ რა, აი ასე ერთი წამით. აი ასე. აქ დავწერ ქუთაისი. მაგას დავწერ ქუთაისი. ანუ ეს უბრალოდ როგორც გითხარით ჯერჯერობით უბრალოდ მასივი გავაკეთე, რომელშიც შიდა მასივები, ანუ შიდა მასივები, ანუ უფრო ობიექტის სახით მასივები არის, ну სახელიანი მასივები ქვია და ეს მონაცემები მაქვს. ახლა ეს მონაცემები მე მინდა ვაქციო JSON-ად და შემდეგ JSON-ად JavaScript-ში რომ წამოვიღებ, ასეთი სახით გამოვა რა. ახლა ეს უბრალოდ გამოვაცხადე, არაფერში არ მჭირდება. მაგრამ გვეცოდინება რომ შემდეგ ასეთი სახით მივიღებთ. კარგით. მე ახლა იმისთვის რომ ეს ყველაფერი დავაბრუნო, პირველ რიგში header-ი
ანუ ინფორმაციას მივანიჭებ ამ PHP ფაილს ვეთქვი რომ ეს PHP ფაილი დაბრუნდეს ანუ ამის კონტენტი გამოჩნდეს ნუ ჭალებში უნდა ჩავწერო ამის კონტენტის ტიპი იყოს JSON-ის სახით ან application JSON აი ასე ჩაიწერება და ამ შემთხვევაში ანუ ეს არ იქნება ჩვეულებრივი PHP ფაილი ან ეს PHP ფაილი გამოჩნდება ისე როგორც JSON-ი რა და შემდეგ უკვე შემიძლია დაუბეჭდო ეს მასივი ოღონდ ისე როგორც JSON-ი ამას JSON-ში გადავიყვან ასეთი მეთოდის დახმარებით JSON encode აი ასე გადავცემ ამ ცვლადს პოსტების ცვლადს მასივს და ამ შემთხვევაში ანუ ამ PHP-ზე რომ შევალ უნდა დავიბეჭდოს ეს ყველაფერი როგორც JSON-ად იმიტომ რომ აქ ასე დავწერე მოდი ვნახოთ აბა ამას გადავაკოპირებ ანუ ეს გახსნილი მაქვს ის რაც წინაზეც მუშაობდით და აქ ხო არის posts.php მოდი ვნახოთ request posts.php ასე იგი request PHP-ში მაქვს შიგნით ეს PHP folder-ში ამიტომ უნდა ავკრიფო აქ PHP folder-ი შემდეგ post.php და აი ნახეთ როგორც გითხარით ეს ყველაფერი წაიკითხა ისე როგორც JSON ფაილი და ნუ ჩათვალეთ ახლა ეს ხო PHP-ა მაგრამ ჩათვალეთ ჩვეულებრივი JSON ფაილია ანუ როგორც წინაზე გითხარით ახლა მე გავჩვენეთ მარტივი REST API როგორ შეიძლება გავაკეთოთ ძალიან მარტივად და ფაქტიურად ეგ გამოდის იმიტომ რომ JSON-ის სახით ბრუნდება ეს მონაცემები ახლა ამის წაკითხვა შემიძლია უკვე რა თქმა უნდა JavaScript-დან რა ნუ ამაზე ახლა request-ი რომ გავგზავნო აი სატესტოდან მოდით სატესტო REST კლიენტი მაქვს აქ get request გავგზავნი და ამან უნდა დამიბრუნოს აი როგორც ხედავთ 200 დააბრუნდა წარმატებით დააბრუნდა ყველაფერი და დამიბრუნდა ეს მასივი ზუსტად ამას დამიბრუნებს მეც ჩემი JavaScript-დან თუ გავტესტავ მოდით გავტესტოთ ეს ჩვენთვის პრობლემა არ უნდა იყოს იმიტომ რომ აქ უკვე გვიწერია და ამას გამოვიყენებთ ასეთ რაღაცას უბრალოდ ნუ ეს როგორც გითხარით საჩვენებლად რომ ასეთი რაღაც ბრუნდება და აი აქაც ხვდებით ნახეთ ზუსტად ასეთი რაღაც ბრუნდება ანუ იმიტომ რომ ეს JSON ჩანაწერი და თვითონ JavaScript-ის მასივები და ობიექტები ვიზუალურად ერთი და იგივე არის რა და ნუ უშუალოდ ახლა მასივზე და ობიექტზე გადავიყვანთ ახლა ეგ პრობლემა არ იქნება მოდით დავიწყოთ წერა function მაგალითად get posts ვიწამით და რაც აქ წერია ამას გადმოვაკოპირებ ოღონდ რაღაცებს შევცვლი ნუ პრინციპში მოდით ცვლილებას თავიდან დავწერ fetch შემდეგ უბრალოდ გადავცემ ისამაც რა PHP და posts ანუ PHP აქ რადგან შიგნით მაქვს folder-ი და posts.php ამ შემთხვევაში უნდა გაიგზავნოს წესით request-ი ამას მოდით გვერდის ჩატვირთვის დროს გამოვიძახებ უბრალოდ ნუ ეს request-ები კარგი იმიტომ რომ თქვათ გვერდი თუ არ მინდა გავანახლო შემიძლია HTML ღილაკზე დაჭერითაც მარტო პოსტები განახდეს ან რაღაც ან როცა მინდა მაშინ გამოვიძახებ ამას უბრალოდ ამ შემთხვევაში გვერდის ჩატვირთვის დროს გამოვიძახებ რა რო დავარე ფრეშებ უნდა გამოიძახოს წესით ეს request-ი მოდით ნახოთ რატო არ იძახებს ერთი წამით get posts აქ მოდით რამე დავაკონსოლოთ აქ თუ შედის საერთოდ მაინტერესებს აი ღრმა რეფრეში დაჭირდა ანუ ისე არ ანახლებდა გვერდს Ctrl F5-ით დავარეფრეში ღრმად და ახლა გაანახლა მოკლედ და აქ ნახავთ რომ ეს request-ი გაიგზავნა ესე იგი get request-ი გაიგზავნა PHP post PHP-ზე და response-ი დაბრუნდა აი JSON-ის response-ი
როგორც იქონდა მითითებული, name თბილისი ტექსტი, ასეთი name ტექსტი. ანუ ეს ჩვენი PHP-ს data, მონაცემები, ესე იგი, რაც ასე ჩაიწერა, გადავიდა ჩვეულებრივ JSON-ში, აი ამის დახმარებით და პლუს როგორც ითხარით, ამ header-ის დახმარებით არის რომ JSON-ად აღიქვამს თვითონ აი ამ გვერდსაც კი. კარგით. ახლა რა თქმა უნდა ამ მონაცემების დამუშავება უკვე რთული აღარ არის, რადგან შეგვიძლია პირდაპირ დავწეროთ, აი როგორც აქ გვიწერია რა, წერტილი ზენი, ესე იგი результი, ანუ შედეგი გადავიყვანოთ, ამ შემთხვევაში JSON-ში უნდა გადავიყვანოთ. აი ასეთი რაღაც, ანუ აქ ხო ტექსტში გადავყავდა, იმიტომ რომ ტექსტს ვაბრუნებდი, ნახეთ აქედან. ტექსტს ვაბრუნებდი და ტექსტში გადავყავდა. მაგრამ ამ შემთხვევაში JSON-ს ვაბრუნებ და JSON-ში გადავიყვან და ეს რო გაკეთდება, ამის შემდეგ ზენი იქნება. მოდით ასე ჩავწეროთ. ესე იგი, ეს თვითონ JSON-ი, ну შემიძლია ეს დავწერო, ანუ data და აქ როგორც მინდა ამ data-ს ისე გამოვიყენებ, ანუ ეს data უნდა იყოს მასივი. აბა ვნახოთ. ესე იგი, ეს ყველაფერი გადაყვანა თუ მოხდა სწორად, უნდა დაბეჭდოს მასივი. აი ნახეთ, მასივი დაბეჭდა და ეს გვაქვს მასივი ობიექტებით რა. ანუ ზუსტად ისეთი სიტუაცია არის, როგორც აი აქ მივიღებდი ამ პოსტებს. და ამ შემთხვევაში ახლა ამ data-ს, ესე იგი, როგორც მინდა ისე გამოვიყენებ, სატესტოთ რომ ეს ნამდვილად მასივია და ობიექტები, შემიძლია აი data 0 დავბეჭდო, მაგალითად ახლა for-ში და რაღაც აღარ დავული, იმიტომ რომ ახლა JavaScript-ს არ განვიხილავ, მაგრამ აი ნახეთ data 0 ხო დავბეჭდე, ჩვეულებრივ ობიექტი დაბეჭდა. შემდეგ თქვა data 0-ის name დავბეჭდოთ და ვნახავთ რომ პირველი მასივის ესე იგი პირველი მასივის ობიექტის names დაბეჭდავს, ანუ თბილისი. ხო ესე იგი სულთავმა უკვე ჩვეულებრივად გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ოდესაც აქ დავწერთ res.json-ი, ამას უკვე გადაყავს ჩვენი JSON-ი, ესე იგი data-თ, ანუ ჩვეულებრივ JavaScript მასივად და ობიექტებად. კარგით. მოკლედ რა მე მგონი ყველაფერი განვიხილეთ. PHP-დან დაწყებული, აქ JavaScript გამოყენებით დასრულებული. ასე ბრუნდება JSON მონაცემები. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მე უბრალოდ პრიმიტიულ გზებს, მარტივ გზებს, ელემენტარულ რამეებს გაჩვენებთ და სხვა მხრივ უკვე უფრო გავრცობა და რაღაც შეიძლება თუნდაც Laravel-ის დახმარებით, იმიტომ რომ თქვათ ახლა REST API-ს PHP-თ არა აწყობთ რა, როდესაც სერიოზულ დონეზე გინდათ. მაგრამ საწყისოდ ამითაც შეიძლება აწყობა ვარჯიში რა, სწავლა და შემდეგ უკვე Laravel-ს გამოიყენებ, თქვათ და იქ უფრო მარტივადაც ხდება და უფრო დახვეწილადაც ამ ყველაფრის აწყობა. კარგით. თუ რამე კითხვა გაქვთ, რა თქმა უნდა, დააკომენტარეთ, ან მომწერეთ. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.